მოგესალმებით მეგობრებო. წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღესაც მოდის თქვენთან თქვენი მეგობარი და გეკითხებათ ამ ორი აქციიდან, მეტადან და AMD-დან, რომელი არის უფრო იაფიო. თქვენს თავმად ხსნით ამ ორი აქციის ფასებს, ნახულობთ და ნახავთ, რომ AMD-ის აქციის ფასი არის $477, ხოლო Meta-s აქციის ფასი არის $610. შესაბამისად პასუხობთ, რომ AMD-ის აქციის ფასი ბევრად უფრო იაფიაო. თუმცა ეს რეალობას დიდად არ შეესაბამება და იმისთან მიუხედავად რომ ზედაპირულად შეიძლება ესე ჩანდეს, რეალურად შეიძლება სხვა სურათი გქონდეს. დღეს სწორედ ამაზე მინდა ვილაპარაკო, როგორ შეიძლება გავიგოთ რეალური აქციების ფასების სიძვირე და რაში შეიძლება ეს გამოგვადგეს. იმისთვის რომ ჩვენ დავადგინოს აქცია რეალურად იაფია თუ ძვირია, ამისთვის გვჭირდება ერთი ძალიან მარტივი მაჩვენებელი სახელად price to earnings ratio, იგივე P ratio. P ratio არის უბრალოდ ერთი აქციის ფასი გაყოფილი ამ კომპანიის მოგებაზე. ეს რეალურად გვაჩვენებს ერთ აქციაში და $1 მოგებაში უпростоრად ჩვენ რამდენ დოლარს ვიხდით. ანუ თუ რომელიმე კომპანიის P ratio არის 25, გამოდის რომ ჩვენ ვიხდით $25 $1 მოგების სანახავად. გარდა იმისა, რომ შეიძლება არსებობდეს ძალიან დიდი განსხვავებები, ანუ ზოგიერთ კომპანიას შეიძლება ქონდეს 10 P ratio, ზოგიერთ კომპანიას შეიძლება ქონდეს 300-400 P ratio-ც კი. 10-ვის რომელსაც აქვს ძირითადად ეს ნიშნავს, რომ ძალიან იაფი აქცია და 500-ვისაც აქვს ეს ნიშნავს, რომ ძალიან ძვირი აქციაა. თუმცა ამას თავისი მიზეზები აქვს, რა თქმა უნდა, და ამაზე ძალიან მალე ვილაპარაკებ. თუმცა პირველ რიგში აუცილებლად ასევე უნდა გავარჩიოთ ორი განსხვავებული P ratio-ები. ეს არის trailing P ratio-ები და ეს არის forward P ratio-ები. ამ შორის განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია და უფრო კარგად გვეუბნება ამ კომპანიის აქციის შესახებ ძვირია თუ იაფია და ნახოთ ახლა რატომ. მოკლედ trailing P ratio არის წარსულზე დაფუძნებული P ratio, ანუ ის ნახულობს წარსულ მოგებებს და ამისგან გამომდინარე ითვლის ამ კომპანიის P ratios, ხოლო forward P ratio ნახულობს რა მოგებებს ელოდება ეს კომპანია მომავალში, მომავალ 1 წელს და ამის მიხედვით იღებს P ratios, ანუ მომავალ 1 წელში რა იქნება ამ კომპანიის P ratio. ანუ მაგალითად შეიძლება რომელიმე კომპანიას trailing P ratio, ანუ ძველი მოგებები P ratio ქონდეს 100, მაგრამ მომავალში იმდენად გაზარდოთ თავისი მოგებები, რომ P ratio დააწიოს დაუშვათ 60-მდე ან 50-მდეც კი, რაც გულისხმობს, რომ ამ კომპანიის მოგებები ძალიან იზრდება, ძალიან ვითარდება და მისი აქციის ფასიც შესაბამისად უფრო და უფრო იაფდება, რაც ჩვენთვის მისაღებია და მსგავსი კომპანიები აუცილებლად უნდა ვეძებოთ. წარმოიდგინოთ ახლა მაგალითი უკეთესად რომ გავიგოთ ზოგადად P ratio რას ნიშნავს. წარმოიდგინეთ რომ არსებობს რომელიღაც კომპანია, რომლის ერთი აქციის ფასი არის $120, ამ კომპანიამ დადო $96,000 მოგება და ამ კომპანიას აქვს გამოშვებული 16,000 აქცია. პირველ რიგში უნდა დავითვალოთ ამ კომპანიის earning per share, რომელიც არის ამ შემთხვევაში 96 მილიონი გაყოფილი 16 მილიონზე, რაც გამოდის $6, ანუ $6 earnings per share აქვს ამ კომპანიას. შემდეგ იმისთვის რომ გავიგოთ P ratio, უბრალოდ ვიღებთ ერთი აქციის ფასს $120 და ვყავთ ჩვენ earnings per share-ზე, ანუ 20x. ამ შემთხვევაში მხოლოდ ამით და რადგან არ ვიცით ჩვენ ამ კომპანიის მომავალი პროგნოზები და არც ბევრი წარსული ინფორმაცია არ გვაქვს, მხოლოდ ამით ბევრს ვერაფერს ვერ გავიგებთ, მაგრამ ძალიან უხეშ სურათს მაინც გვეუბნება, რომ ეს ზის საშუალო P ratio-სთან ძალიან ახლოს და შესაბამისად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს კომპანია ნორმალურად მუშაობს. და ამ კომპანიის აქციების ყიდვა ძალიან ლოგიკური არის. კიდევ უფრო კარგად რომ გავიაზროთ, რატომ არის P ratio-ს ცოდნა აუცილებელი, მოდით წარმოვიდგინოთ ასეთი მაგალითით. არსებობს ორი ზუსტად იდენტური სახლი, რომელიც ზუსტად იდენტურ ადგილას არის და ერთ-ერთი მათგანი ღირს $200,000, ხოლო მეორე ღირს $500,000. ერთი შეხედვით, რა თქმა უნდა, $500,000, რომელიც ღირს ეს უფრო ძვირიანი სახლი არის და ამის ყიდვა უარესია, ასე ვთქვათ, ბჭყალებში იქნა გამომდინარე, რომ $200,000-იან სახლს უფრო მარტივად ვიყიდით და $300,000 უფრო იაფი არის, რაც ჩვენ გვაწყობს. თუმცა, თუ ნახავთ, მე შეიძლება გავიკითხოთ და გავარკვიოთ, რომ ეს კომპანია, რომელიც $200,000 ღირს თვეში, კი არა, უკასავთ $200,000 ღირს, მას თუ გავაქირავებთ, თვეში მივიღებთ $100, ხოლო რომელი სახლი ძირს $500,000, მისგან მივიღებთ თვეში $5,000. ამ შემთხვევაში სურათი უკვე მთლიანად იცვლება. იქიდან გამომდინარე, რომ ხვდებით, რომ ეს სახლი თავს ამოიღებს 200 თვეში, თუმცა ეს სახლი თავის თავს ამოიღებს
100 თვეში და შემდეგ ბევრად უფრო მეტი მოგება გვექნება ამ სახლიდან. აქედან გამომდინარე, ზედაპირულად კი შეიძლება ჩანდეს, რომ ეს სახლი უკეთესი ვარიანტია ჩვენთვის საყიდლად, რადგან უფრო იაფი არის, მაგრამ რეალურად რო ჩაუღრმავდებით და ვნახავთ, გამდის რომ ეს სახლი, რომელიც 500,000 ლარი ღირს, ჩვენთვის ბევრად უფრო მომგებიანია. ზუსტად გავსად მუშაობს P ratio-ებიც, ანუ ზედაპირულად ვნახავთ, რომ რომელიღაც აქციის ფასი დაუშვათ არის $5 და რომელიღაც აქციის ფასი არის $100, თუმცა ეს $100 ბევრად უფრო მეტ მოგებას გვიგენერირებს, მაშინ შესაბამისად ვიფიქრებთ, რომ რა თქმა უნდა, ის რომელიც უფრო ძვირი არის, ის გვირჩევნია რომ ვიყიდოთ. სწორედ ასე მუშაობს მოკლედ P ratio. მოდით ახლა როგორც წინა მაგალითი განვიხილეთ Meta-ს და AMD-ს უფრო ღრმად ჩავიდეთ და ვნახავთ თუ რომელი აქცია ამ შემთხვევაში არის უფრო იაფი. როგორც ვნახეთ, ანუ Meta-ს აქციები, უკვე შეცვლილია და ღირს $608 და AMD-ს აქციის ფასი არის $490. თუმცა თუ ვნახავთ შემდეგ trailing P-ს, რომელიც არის წარსული P ratio, ანუ უკვე არსებული მოგებებიდან გამომდინარე P ratio და forward P ratio-ებს, ვნახავთ, რომ Meta-ს აქციის ფასი ბევრად უფრო იაფია, ანუ P ratio-ები ბევრად უფრო დაბალი აქვს, ვიდრე AMD-ს. რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ ratio-ებით არ უნდა ვიმშელოთ და მხოლოდ ამით არ უნდა ვიმშელოთ, რომელი არის უკეთესი კომპანია და რომლის ყიდვა უფრო ღირს. იქიდან გამომდინარე, რომ თავისი მიზეზი აქვს, თუ რატომაც არის ეს უფრო ძვირი. დიდი ალბათობით, მაგალითად, შეიძლება AMD ბევრად უფრო მეტ მოგებას ელოდება, ბევრად უფრო მეტ შემოსავალს ელოდება, ბევრად უფრო დიდი ზრდა ელოდება ამ კომპანიას, ვიდრე მეორე კომპანიას ამ შემთხვევაში Meta-ს და ზუსტად ამიტომაც არის ის უფრო ძვირი. შეიძლება პირიქითაც იყოს, რომ AMD-ზე ძალიან ბევრი ინვესტორი, ასე ვთქვათ, მოტყუდა და ვერ გათვალეს თუ რამდენად შეიძლება ის გაიზარდოს. შეიძლება ძალიან ძვირი იყოს ეს, მაგრამ რეალურად მომავალში ისეთი კარგი შედეგები არ აჩვენოს. აქედან გამომდინარე, შეიძლება უბრალოდ ძალიან იაფ კომპანიაში შეიძლება იხდიდნენ ძალიან ბევრს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ P ratio-ით მსჯელობა არ შეიძლება, რა თქმა უნდა, და არც მხოლოდ ერთი აქციის ფასით, მაგრამ მაინც კარგად ვხედავთ, რომ ამ დროისთვის Meta-ს აქციის ფასი, Meta-ს აქცია უფრო სწორედ, ბევრად უფრო იაფი არის, ვიდრე AMD-ს აქცია. გარდა ამისა, აუცილებელია ვიცოდეთ, რომ P ratio-ები ზოგადად რაღაც დიაპაზონში მერყეობს სხვადასხვა სექტორის მიხედვით. იქიდან გამომდინარე, რომ რაც უფრო რისკიანი არის სექტორი, მით უფრო დიდი P ratio შეიძლება ქონდეს სექტორს და რაც უფრო ნაკლებ რისკიანი არის სექტორი, მით უფრო ნაკლები P ratio-ს დიაპაზონში შეიძლება იყოს ამ სექტორის კომპანიები. აი მაგალითად, ტექნოლოგიური კომპანიების P ratio-ები საშუალოდ მერყეობს 25-დან 40-ის და უფრო მეტშიც კი. როგორც ვნახეთ, AMD-ს იყო აგერ 155 და 66 მომავლისთვის. რადგან ტექნოლოგიური კომპანიები ძალიან დიდ რისკიანი არის, მაგრამ ისინი ძალიან სწრაფად იზრდებიან. ამიტომ ამ კომპანიებს უფრო მეტი ფულის გადახდა ლოგიკური არის. თუმცა მაგალითად ენერგეტიკულ კომპანიებში, ისეთი კომპანიები, რომელიც ენერგიასთან არიან კავშირში, არიან ძალიან სტაბილურები და შესაბამისად ნელა იზრდებიან და შესაბამისად მათი P ratio-ები საშუალოდ არის უფრო დაბალ დიაპაზონში, 8-დან 15-მდე, ფინანსური კომპანიებიც ბევრად უფრო დაბალი და უფრო მოწესრიგებული კომპანიები არიან. აქედან გამომდინარე, რომ მათაც უფრო დაბალი P ratio-ები აქვს, დაახლოებით 10-დან 15-მდე უნდა მერყეობდეს ამ სექტორის კომპანიების საშუალო P ratio-ები და შემდეგ consumer based კომპანიები უკვე 28, რომლებიცაც შედარებით მეტი P ratio-ები აქვს, მაგალითად 20-დან 28-მდე. იქიდან გამომდინარე, ამ კომპანიებს ენდობიან, ანუ ძალიან კარგად იზრდებიან, მაგრამ არაიმდენად ინოვაციურები არიან, როგორც ტექნოლოგიური კომპანიები. რატო არის ახლა ამისოდან მნიშვნელოვანი? მაგალითად, ჩვენ თუ ნახავთ, რომ ტექნოლოგიურ კომპანიებს საშუალოდ 25-დან 40-მდე აქვთ P ratio, ანუ ამ რეინჯში თუ მერყეობს ამ სექტორის კომპანია, მაგალითად Apple დაუშვათ, თუ მერყეობს ამ რეინჯში, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ ამ კომპანიის აქციის ყიდვა არის გამართლებული და ლოგიკური. თუ ის მერყეობს, თუ ის უფრო დაბალია, მაგალითად არის 15 დაუშვათ, ეს შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ ძალიან ნელა იზრდება ეს კომპანია და იმისთან მიუხედავად, რომ შეიძლება უფრო სტაბილური იყოს და ამ კომპანიის აქციის ფასი ბევრად უფრო იაფი იყოს, შეიძლება მას ძალიან დიდი მომავალი არ ჰქონდეს და ნელ-ნელა გაიზარდოს. ამიტომ ჩვენ ძალიან ბევრი უკუგება არ მოგწეს. თუმცა თუ აქვს ძალიან მაღალი P ratio, მაგალითად 100, 200 ან 300-იც კი, ეს გვეუბნება, რომ ეს კომპანია ძალიან მზარდად იზრდება და ველოდებით, რომ ძალიან ჩქარა გაიზრდება, თუმცა შეიძლება ამან ძალიან დიდი რისკიც მოგვაყენოს, ანუ რისკი ქონდეს ამ კომპანიას, შეიძლება ისეთი კარგი შედეგები არ დადოს, როგორცაც ინვესტორები ელოდებიან და
თუ რაღაც ისე არ წავიდა როგორც ეს კომპანია ელოდება, შესაბამისად ამ კომპანიას ძალიან დიდი დარტყმა მიეყენება, რაც შესაბამისად მის აქციის ფასზეც აისახება. ანუ რაღაც მხრივ, თუ ძალიან დიდი PE ratio არის, ძალიან დიდი რისკზე მივდივართ, დაბალი PE ratio თუ არის, მაშინ ნაკლებ რისკზე, მაგრამ შესაბამისად უკუგებაც ნაკლები იქნება. გარდა იმისა, რომ თვითონ რაღაც კომპანიებს აქვს და სექტორებს აქვს ესა PE ratio-ები, ასევე უცლებელია ვიცოდეთ, რომ თავად S&P 500-საც აქვს თავისი PE ratio, რომელთაც უნდა ვიხემწყმავროთ, როდესაც ვფიქრობთ საერთოდ ბაზარზე შევიდეთ თუ არა და ვიყიდოთ თუ არა აქციები. აი როგორც ხედავთ, საშუალო PE ratio S&P 500-ის არის დაახლოებით 19.6. როგორც ხედავთ, ანუ 1951 წლიდან 2026 წლამდე გვაქვს აგერ მონაცემები და იმ დროს, როდესაც ის S&P 500-ის PE ratio გაცდებოდა 9.6, მაგალითად 2000 წელს, როდესაც dot-com burst იყო, ხედავთ, რომ ის ადიოდა, მაგრამ როგორც კი ეს იფეთქა და ძალიან ბევრად ძვირი იყო S&P 500 ვიდრე საშუალოდ არის ხოლმე, იმ წამსვე ჩამოვარდა აქციის ფასი დაახლოებით 50%-ით და ძალიან ბევრმა ინვესტორმა იზარალა. მსგავსად მოხდა 2008-2009 წელში, როდესაც უძრავი ქონების სექტორი ძალიან გადაფასებული იყო და უეცრად მოხდა ამის აფეთქებაც და ძალიან ბევრმა ინვესტორმა დაკარგა თავიანთი ძალიან დიდი თანხები და მსგავსად მოხდა COVID-ის დროს, როდესაც მოკლედ ერთი ამბავი იყო, ეს COVID-ის დროს ყველაფერი დაიკეტა, მაგრამ ბევრმა ადამიანმა მაინც შეძლო stock market-ში შესვლა, მაგრამ მერე ისევ დაიკლო აქციის და ზოგადად S&P 500-ის PE ratio, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ძვირი იყო იმ დროს S&P 500 და ამ სიძველიდან რა თქმა უნდა გამოიწვია ის, რომ გაიყიდა ძალიან ბევრი აქცია და შესაბამისად დაეცა მნიშვნელოვნად S&P 500. ეხლაც როგორც ხედავთ, დღევანდელ დღესაც საშუალოზე უფრო მაღლა დგას stock market-ი, დაახლოებით არის 30-ზე ზემოთ, დაახლოებით 32-33x-ში არის PE ratio, რაც გულისხმობს იმას, რომ მართალია დღეს და ხვალ შეიძლება არა, მაგრამ რაღაც მომენტში უნდა დარეგულირდეს მარკეტი და შესაძლებელია, რომ ველოდოთ ძალიან დიდ თუ არა რაღაც მდონის რეგულაციას და S&P 500-ის ზოგადად მარკეტის ჩამოსვლას და გაწონასწორებას. დღევანდელი დღისთვის სულ ეს იყო მეგობრებო. იმედია გაიგეთ თუ რა არის PE ratio, როგორ შეიძლება ზოგადად შეაფასოთ კომპანიები და როგორ გაიგოთ კომპანია ძვირია თუ იაფია. თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი, დალაიქეთ ვიდეო და მომავალში გვპირდებით, რომ ასევე ძალიან საინტერესო ვიდეოებს ჩავწერ. მომავალ შეხვედრამდე და ნახვამდის.